მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის ქმარი გიგა ვოკერია. როგორ ახლა? გავიგე ჰალსტუხთან დაკავშირებით ქონია პრობლემები, ვერ იგრო. კი. რატო გაქვთ ეს სირთულეები ნაციონალური მოძრაობის სუპერებს ამ აქსესუართან დაკავშირებით? არ ვიცი. ეგ საინტერესო გვახსოვს ჰალსტუხთან დაკავშირებით. კარგი ფსიქოანალიტიკოსი ჭირდება მაგას, მე ერთ კაცს ვიცნობ, ვინც შეელო ეს გაანალიზებინა, მაგრამ ეხლა არ ჩანს ეს კაცი ხშირად და სხვა არავინ არ ვიცი საქართველოში, ვინც ამ კარგ კითხვას უპასუხებს. არ ვიცი. შენი საყვარელი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინ არის? რაც მე ნანახი მაქვს, რომარიო. რაც ნანახი მაქვს, რომარიო. და ჩვენ რატო ვეღარ ვთამაშობთ? ალბათ გიფიქრია მაგას. ო, კი. საერთოდ არანორმალური ფენომენია საქართველოში, რომ ეს სხვა ადამიანები, სხვა გუნდები ყავდა ბავშვობიდან არჩეული სხვა. არანორმალური ვითარებით იყო გამოწვეული, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ გაგვეშთა, მაგრამ მე გადმოგყვა ეს და ერთხელ სამართლიანად გამაკრიტიკეს, რომ არანორმალურია, მაშინ უკვე პოლიტიკაში ვიყავი, რომ რაღაც სხვა ქვეყნის მაიკი დადის და შემდეგ და ბალეში გულშემატკივრობს სხვა გუნდს. ეგეც არანორმალურ არასწორ დამოკიდებულებაც არის აქ. სხვა მიზეზებზე არ მიმაჩნია თავი რომ ექსპერტი ვიყო რომ რაღაც ანალიზი გავაკეთო ღრმა. მაგრამ ბევრი მიზეზი აქვს ერთად. დრო დაბრუნდეს თქვა და ვითამაშოთ ფეხბურთი. ანუ ეკონომიკაზეა ჩამოკიდებული. მაგაზეც, მაგრამ მე მგონი მარტო მაგაზე არა, იმიტომ რომ არის სხვა სპორტები გასაგებია რომ იმ სპორტს სხვა სახეობების სპორტის შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით ნაკლები ინვესტიცია ჭირდება შედარებით, მაგრამ იქ არა გვაქვს ეს ხო საქმე, ხო, კალათბურთში მე კალათბურთის გულშემატკივარიც ვარ. რაგბში და შემდეგ და აქ ხარისხობრივი განსხვავება არის ბოლო 10 წლის განმავლობაში ხა იქამდე კიდე ძალიან ისეთ თაობა გვყავდა. შეიძლება შედეგების თვალსაზრისით მაინც პრობლემა მქონდა, მაგრამ მაინც დიდი განსხვავება 90-იან წლებს და ბოლო 15 წელს შორის, 10 წელს შორის. არ ვიცი. თავის დამშვიდობას ავიტარი ხოლმე რომ მემკვიდრეობა რომ ეს პრობლემები რაც იყო უკვე 80-იანებში და 90-იანებში აი იმის შედეგს ვიმკით რომ როცა სიბნელეში და გაჭირვებაში და უბედურებაში იზრდებოდა რაღაც თაობა შეიძლება ეს იყოს მიზეზი მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ რაღაცა ყალბით ამდელობის გარეშე რომ მართლა არ ვიცი ეკონომიკა ისეთ მარტივი პასუხია რომ ეს ყველა შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორია რომ ქვეყანას რაღაც საერთო სიმდიდრე დოვლათი უნდა კონდეს რაც შემდეგ ყველაფერზე ახდენს გავლენას, მაგრამ არ ამგონია რომ მარტო ამაში იყოს საქმე. ეს საშუალება რო კონდეს, რომელ პოლიტიკოსს გადმოიყვანდი ოცნებიდან ნაციონალურ მოძრაობაში? საშუალება არ მაქვს, ამიტომ ამაზე არ მიფიქრია და მომზადებელი ვარ აშკარად. და ნაციონალებიდან ვის გავუშვებდი? ერთ-ერთი პოლიტიკოსის ზოგიერთ მახასიათებელს დავიმატებდი, შენ მკითხე რომ სად არის ხوارციის კაციო, იმ კაცის რესურსებთან დაკავშირებით სიამოვნებით მივიღებთ პარტიაში. რაც ახლა ჩვენ გასშვებს ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. აი დროის უკან დაბრუნება რო შეგეძლოს, რომელ ნაბიჯებს არ გადაადგმევინებდი ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას. ანუ რომელი მიგაჩნია შენ შეცდომა თუ მთავრეს. შეიძლება დაჯგუფება შეიძლება და მაგრამ ესე ცალკეული ნაბიჯი ბევრია და გამიჭირდება ისეთი არჩევანის გაკეთება რომელიც ადეკვატური იქნება ამათ შორის მაგრამ ხა რამოდენიმე ისეთია რაც ზედაპირზე დევს და რაც ყველაზე უფრო გამოჩნდა უკონტროლოდ დატოვება ციხეში ვითარების მას შემდეგ რაც უკონტროლოდ გულისხმობს სახელმწიფო აპარატის უკონტროლოდ დატოვება ციხეში მას შემდეგ რაც მოხდა ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ლეგიტიმური და ძალიან ისეთი ამოცანა იყო რთული იქნა მიღწეული და ამის შემდეგ არ შევქმნით ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა რომ მეორე პრობლემა რაღაც თვალსაზრისით მეორე უკიდურესობის, როცა არ არსებობს შიდან გარე ეფექტური კონტროლი იმისი თვითონ სახელმწიფო რომელიც აკონტროლებს ვითარებას როგორ იქცევა, არ შეიქმნა. ეს არის რაც გამახსნა, არ მინდა რომ ვინმე ჩათვალოს რომ შენ არ მოგდიოდა ხმები თქვა რა ხდებოდა იქ კი როგორ არა სახალხო დამცველი ხმები კი არის ხო მაშინდელი სახალხო დამცველი რომელიც მე მინისტრი გახდა და რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი სახალხო დამცველი იყო ამაზე საჯაროდ საუბრობდა თუმცა უნდა ვთქვა როგორ თავის მართლების გარეშე რომ ის სიღრმე პრობლემების და ის სიმწვავე
ჩემ გარშემო არავის წარმოდგენილი არ ქონდა, მათ შორის არც ისეთ მეტნაკლებად კვალიფიციურ ოპონენტებსაც კი სახელმწიფოს სახით. მაგრამ პრობლემებზე საუბარი იყო გარეთ სერიოზული და ამიტომ ყველაზე უფრო მტკივნეული ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულის პრობლემაა, რომ იმის გამო რომ ეს იყო ციხე, იმის გამო რომ იქ წინა ისტორია იყო ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის, როგორც ჩანს ემოციურად და სხვა მხრივადაც ნაკლები პრიორიტეტად არ შეითვალა. მე საკუთარ თავზე ვლაპარაკო ამ შემთხვევაში. არ მინდა ვინმეს მოეჩვენოს, რომ ვინმეს ვაბრალებს სხვას, არა მე ვგულისხმობ მთლიანად პოლიტიკურ გუნდს. ფარული ჩანაწერებით უკონტროლოდ უარ კეთდებოდა. ეს შესაძლებელი არის და საერთოდ იგივე პრობლემის ნაწილია, როცა კონტროლის მექანიზმები არის სუსტი. თავისთავად რაიმე ფენომენი ეს უნიკალური არ არის იმ სტრუქტურებს, ვისაც ესეც შესაძლებლობა აქვს. ეს თუნება უჩნდებათ ხოლმე და ასეთ რაღაცებს შვებიან ხოლმე. საქართველოს ნამდვილად არ არის ერთ-ერთი ქვეყანა, მათ შორის გულისხმობ ბევრად უფრო ღრმა ტრადიციის ქვეყნებს შორის. ეს არ არის გამართლება ამ პრობლემის, ესე არ მინდა ვინმე გაიგოს. ოთ ეს არ არის მოულოდნელი რაღაცა, მაგრამ აქაც დაახლოებით იგივე პრობლემაა, რომ რა მასშტაბს მიაღწევს ან რა რისკებთან დაკავშირებული. რაღაცა პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი, ფილტრი არსებობდა. სტანდარტის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამ ტიპის ჩანაწერები არასდროს არ გამოქვეყნებულა. ეს არ ამცირებს იმ პრობლემას, თუ ეს რახან ეს ხდებოდა. მაგრამ მე მაგალითად მოგიყვანი რა ვერ მოხდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს იმ ადამიანებმა ან იმ ჯგუფმა, ვინც აბას აკეთებდა იმ ნაწილს, რაც არალეგიტიმური იყო, იმიტომ რომ მინდა კიდევ უბრალოდ გავიხსენო, რომ რაღაც ნაწილი აბსოლუტურად ნორმალური საჭიროც არის სწორი პროცედურების დაცვით თვალთვალის წარმოება იმ გუნდებზე. ამას ვერ გაბედავდნენ, იმიტომ რომ ამას იმ პოლიტიკური კლიმატის პირობებში რაც იყო, მოყვებოდა დამწვავი რეაქცია საზოგადოების ოპონენტების მხრიდან და თვითონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. ესეთი ფილტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ანუ ამის ქვემოთ უნდა იყოს სხვა ფილტრებიც, მაგრამ წინა კითხვას ვერ გაგიცდა, მოკლედ ვიტყვი, აი ესეთი დიდი შეცდომა, რომელიც ჩვენ ყველამ დავუშვით, მაგალითად მართალია განპირობებული იყო ბევრი ობიექტური მიზეზით, მაგრამ იყო მაგალითად სამშვიდობო ჯარებისთვის რუსეთის არ მოხსნა სტატუსის დროზე. აქ ბევრი ფაქტორი იყო რა რამაც ხელი შეგუშალა, მათ შორის ჩვენი დიდი პარტნიორების შეცდომაც იყო ის, იმიტომ რომ მათაც ეს პოზიცია ჰქონდათ, ეს საჯაროდ არის ცნობილი, ამის დიდ საიდუმლოს არ ვიძახი ამაზე თავიდან დიდი ხნის წინ თქვა. ჩემ ხედვანაც და ბევრი ჩვენი თანამგზავრებს, მაგრამ ისე დიდი შეცდომა იყო, რომ ამ რისკზე არ წავედით. დღესადვილი ლაპარაკი მაშინ ესე არ ჩანდა, მაგრამ დიდი შეცდომა იყო. აი იდეალური პოლიტიკოსი როგორი უნდა იყოს, რა თვისებები უნდა ქონდეს? აბა, თვისება ალბათ ბევრი უნდა ქონდეს, მაგრამ თავარი რწმენა უნდა ქონდეს იმისი, რაც აკეთებს. და ვინაა ესეთი შენთვის, თქვა სამაგალითო. ესეთი იდეალური პოლიტიკოსი არ არსებობს. შენ ვერ მოგწონს განსაკუთრებით. მე ეს არ ამ ტრილოგიურ ჟერდეს დიდი ხანია ძალიან ჩერჩილი იყო ეს პოლიტიკოსი, ვისი გამონათქვამი შეიძლება იმის გამოც რომ იუმორის გზნობა ქონდა ძალიან სპეციფიური და ინგლისურად შეიძლება სპეციფიური, მაგრამ ძალიან აღსანიშნავი, მაგიტომ და მისი პოზიციის გამო, ღირებულებით პოზიციის გამო და სწორი შეფასების გამო მრავალი ვითარების, როცა ბევრი გარშემო ამას ვერ ხედავდა, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ეგ ტრაგიკული ფურცელია ჩვენ ისტორიაში, როცა ინგლისის, დიდი ბრიტანეთის მაშინ იმპერიის, ბრიტანული იმპერიის ჯარი გავიდა საქართველოსდან, რასაც მოყვა სუსიდი ხნის შემდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და ჯოჯოხეთში ყოფნა ჩვენი ქვეყნის 70 წელი, მაშინ ეს დისკუსია იქაც მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის დამანგრეველი ეფექტის მერე, სად უნდა დაეხარჯათ რესურსი და ჩერჩილის და კიდე რამოდენიმე ცნობილი ფიგურის პოზიცია იყო, რომ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ ამერიკა-კავკასიაში ავტობის გამო, როგორც შემაკავებელი ფაქტორი საბჭოთა საფრთხის და ჩერჩილს ჰქონდა ძალიან სწორი ხედვა, რომ ეს საფრთხე არ გაჩერდება. საჩი სამწუხაროდ იმ თან გადაზრია ამ დისკუსიაში, ვინც იმ დამანგრეველი ეფექტის გამო რაც ქონა ომს რესურსების თვალსაზრისით იყო შეკუმშვის მომხრე ბრიტანეთის ყოფნისა გარეთ. ვის კონცერტზე წახვიდოდი? ბევრია ეგეთის, მაგრამ ეხლა ვინც აქტუალურია თუ საერთოდ ჩემ ბავშვობიდან სად მოხვედრა ვის კონცერტზე? Pink Floyd-ის კონცერტზე იმ დროში, როცა 70-იანების დასაწყისში, 60-ის ბოლოში. ნორმალურად მიგაჩნია, რომ ადამიანებს იჭერენ მარიხუანას მოწევისთვის. პირდაპირი პასუხი არის, რომ დაჭერა არ მემაჩნია ნორმალურად.
მაგრამ არ მინდა რომ ისე გამოჩნდე, კარგად გამოჩნდება რაღაც იმ წრისთვის, რომელსაც მე პატივისცემ ჩემი სამეგობროსთვის ან იმ ხალხისთვის პატივისცემ, რომ თქვა რომ ხო საერთოდ ეს უნდა მთლიანად მოხსნილი იყოს ეს პრობლემა და ლეგალიზებული იქნოს და შემდეგ. შეიძლება ემოციურად ეს ვთვლიდე, მაგრამ ბატონო? რატო იჭერდნენ თქვენ დროს ხალხს? იმიტომ რომ იყო ხედვა რომ ეს პრობლემა საერთოდ მთლიანად პრობლემა ნარკომანიის იყო ისეთი პათეტიური სიტყვა რო ვიხმარო ეროვნული კატასტროფის თვალსაზრისით. მე ვთქვი რომ ჯამში ეს ასე იყო და იყო ეს ხედვა რომ ყველა ეს ამ ტიპის ქმედება მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკების მიმართულებით არის ნაწილი ამ პრობლემის და ამის რაღაც გამოცალკევება შეასუსტებს იმ ბრძოლას რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. მით უმეტეს რომ იყო ამის საფუძველი რომ ჩვენთან ნარკოტიკების მომხმარებლების სერიოზული ნაწილი მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის გამო კრიმინალთანაც არის დაკავშირებული. აი ხა როგორ ფიქრობ, სწორი იყო ეს ხედვა? საერთო ხედვა ამ ბრძოლის ერთ პრიორიტეტად დასახვის ნარკოტიკების და დანაშაულის რომელიც ჩვენი ხედვით ერთმანეთთან იყო გადაბმული იყო სწორი. მაგრამ მე ვთვლი რომ შემდეგ უკვე დროში რაღაც პერიოდის შემდეგ ადაპტაცია ვითარებასთან როცა რაღაც პრობლემები ხერხემალში იყო გატეხილი. არ მარტო ზოგადად ორგანიზებული დანაშაულებს თავარი იყო, არამედ კრიმინალური სიტუაცია, შემდეგი ნაბიჯები აშკარად დაგვიანდა, მათ შორის გადახედვა რაღაცების. მაგრამ ესე მარტივად არა, რომ უბრალოდ უნდა მოხდარიყო ამაზე თვალის დახუჭვა, იმიტომ რომ ბევრი არგუმენტი არსებობს, განსაკუთრებით მანამ სანამ ესეთი გაწყვეტილება ამ ნარკოტიკთან მიმართებაში მსუბუქი დამოკიდებულების შენ გარშემო არ არის მიღებული, რომ თუ სადმე ჩდება კუნძული, სადაც ესა თუ ის თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკი არის უფრო იოლად ხელმისაწვდომი ნაკლებად დასჯადი, ეს იზიდავს მთელი გარშემო რეგიონიდან ადამიანებს, ამსტერდამშიც კი ეს დისკუსია, იქაც ანუ ირიბად ასეთი არგუმენტი არსებობს, ზრდის ძიმე ნარკოტიკების და საერთოდ დანაშაულის რაოდენობასაც, იმიტომ რომ რაღაცა ჰაბივით ხდება ეს ყველაფერი. გასაგებია. ჯერ ღმერთი იყო თუ ადამიანი, როგორ ფიქრობ? არ ვიცი ნამდვილად, საერთოდ პასუხი ეგეთ საკითხებზე და ამბიციაც არ მაქვს. შენ თუ გწამს ღმერთის? მე ვარ რასაც ისე ტრაფარეტულად უძახიან აგნოსტიკოს დაეჭებული, არ ვიცი. ანუ ათეისტი არა ვარ, მაგრამ ეხა ეს ისეთი გადაცემა, სადაც სერიოზულად რომ დავიწყო ლაპარაკი იმისი, როგორ მწამს და რის მწამს, ძალიან კიდევ უფრო კომიკურად გამოჩნდება, ვიდრე აქამდე არის. როგორია შენ წარმოდგენაში? ხო და მაგას გეუბნები, ამ გადაცემაში რომ სერიოზულად ლაპარაკი დავიწყო, კიდევ უფრო კომიკურად გამოჩნდება, ვიდრე უკვე ჩანვარ ალბათ. აი დღეს რა ხდება ქართულ ეკლესიაში? როგორ აფასებ შენ ამ მდგომარეობას? მე ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია იმ განწყობილებების ზრდა, ეს არ არის ახალი, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არა მარტო ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში, მაგრამ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამის გამოვლინება კიდევ უფრო მწვავე იმ იდეების, იმ შეხედულებების, რომელიც გავამარტივოთ საკითხს აყენებს ესე, რომ თავისუფლება და ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი იდენტობა, რომლის ნაწილია ამ ხედვის მიხედვით რელიგიურობა და მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილება არის კონფლიქტში ერთმანეთთან და თავისუფლება იმ გაგებით, რა გაგებითაც არსებობს თავისუფალ სამყაროში, სადაც ჩვენი ადგილი უნდა იყოს, ჩემი აზრით და საერთოდ ამდენი საუკუნეა მივისწრაფით, რომ აქ არის რაღაც სერიოზული კონფლიქტი და მას უნდა დაუპირისპირდეთ. ხა ძალიან ზედაპირულად გამარტივებული ფორმით ვიძახი, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის იდეა და ხედავ ამის ზრდას და იმას, რომ ინიციატივა აქვს სწორედ ამ შეხედულებას და ეს მიმაჩნია სერიოზულ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. ბატონო? ვისი ბრალია? ბევრი ფაქტორის ბრალია ალბათ, გარე ფაქტორიც არსებობს, ამ კაფეოთ მე არ მიყვარს შეთქმულების თეორია, მაგრამ ეს აშკარაა, იმიტომ შეგვიძლია ვნახოთ პარალელები პირდაპირ ამ იდეების, გულისხმობ რუსეთს, სადაც ეს ოფიციალური იდეოლოგია სახელმწიფოს მმართველი კლასის პუტინის და შემდეგ, ეს ერთი ფაქტორია, მაგრამ არ მინდა რომ ამით შემოვიფრგლო, აქ ალბათ ფაქტორებია ის, რომ ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ თავში არის პრობლემა თავისუფლების გამოწვევების რეაგირების, ეს არის არ უნდა შევამციროთ პრობლემა იმისი, რომ ხშირად კლიმატს განსაზღვრავენ ის, ვინც ინიციატივას აიღებს ხელში. რა ჯგუფები, ზოგჯერ პატარა ჯგუფები არა წარმომადგენლობითი თავის დროზე და ეს ასე მოხდა სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში მთლიანად, არა მარტო ეკლესიაში წლების განმავლობაში. როგორც 80-იანებშიც, განსაკუთრებით 90-იანების მეორე ნახევარში, ვარდების რევოლუციამდე ეს პიკში მიდიოდა ეს ყველაფერი. თქვენი ხელისუფლების წვლილი არ არის ამ პრობლემაში?
შეიძლება ყველაზე უფრო არანეიტრალური ადამიანი ვარ ამ ფინანსური დახმარება თქვა ეგრე. ანუ არასაკმარისი რაღაც გაკეთები, არასაკმარისი რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც საერთოდ ქვეყანას კიდევ უფრო წაიყვანდა წინ ბევრად, ვიდრე ეს მოხდა, ამ თვალსაზრისით კი. მაგრამ სხვა თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხზე როცა ლაპარაკია საით უნდა იაროს საქართველოს და არის თუ არა თავისუფალი სამყარო საფრთხე და აქ ხედვაში არასოდეს არ ყოფილა რაიმე ყოყმანი და ყველა ნაბიჯის საბოლოო ამოცანა ეს იყო. რაც შეეხება სპეციფიურად ამ ინსტიტუტის მიმართ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში მე ვიცი ეს ჩვენი რბილი ოპონენტების და ზარარბილის არგუმენტიც არის რომ აი ამან გამოიწვია ეს მე ეს არ მიმაჩნია სწორ პოზიციად მე ზოგადად არ მიმაჩნია ნორმალურად რომ გარდა იმ საკითხისა როცა საქმე შეეხება ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას სახელმწიფო რომელიმე კონფესიას მატერიალურად ეხმარებოდეს ეს მიმაჩნია არასწორად ეს არის სიახლე რომ ჩემი ეს პოზიცია საქართველოში არის საკონსტიტუციო შეთანხმება რომლის ნაწილია ირიბად მაინც ეს მოდელი რომელიც არსებობს უკვე მრავალი წელია 90 წლების ბოლოდან ხო ჩვენ დროს ქვეყანა გამდიდრდა ბიუჯეტი გაიზარდა ეს დაფინანსებაც გაიზარდა კი ალბათ იმ კონტექსტში რაც იყო ამას არ უთამაშე კაირული და ზოგადად კონცეფცია არის არასწორი ჩემი აზრით. აი ყველაზე სამარცხვინო დღე რომელი შენთვის საქართველოს ისტორიაში? მთელ ისტორიაში სამარცხვინო რთული კითხვა. მაგრამ მზად არა ვარ რომ გიპასუხო მაგას. ერთი რომელიმე სამარცხვინო დღე. არ ვიცი, აი ყველა შემთხვევაში ისეთ ისტორია უნდა გავიხსენო, რომელიც დოკუმენტურად უფრო ახლოს არის. ჩვენთან და სტალინის დასაცავად ადამიანების თავგანწირვა და სიკვდილზეც კი წასვლა ძალიან ტრაგიკულია, უბრალოდ სამარცხვინო კომპონენტი აქვს, ტრაგიკულიც იყო. იქ იყო ელემენტი იმისი, რა ჩვენ თვითმყოფადობის დაცვა უნდა და საქართველოს პატრიოტები იყვნენ რაღაც გაგებით და დროშა იყო ეს კოლელი და სისხლიანი ჯალათი მთელი მსოფლიოსი და მათ შორის საქართველოსი ძალიან მტკივნეული არის 56 წლის მოვლენების გულისხმობა ამის გახსენება. ხა ძალიან სამარცხვინო დღე ვქონო ცოტა ხნის წინ, ხა უბრალოდ არ მინდა რომ გადავაჭარბო რაღაცაზე მიკერძოებული ვარ მთელი ისტორიის განმავლობაში გულისხმობ 17 მაისს 26 მაისზე რა სიტყვი? რომელ 26 მაისს? აი დარბევა რომ მოხდა მომიტინგეების. ბურჯანაძის აქციას გულისხმობ, საერთოდ არ მიმაჩნია ეგ. ასევე ტრაგიკულად მიმაჩნია თუნდაც რომ ადამიანები დაიღუპნენ პირველ რიგში პოლიციელი იქნა მოკლული, იქიდან გაქცეული ორგანიზატორების ერთ-ერთი მანქანის მიერ და შემდეგ სამწუხაროდ დაიღუპა მომიტინგეებიც დაიღუპენ. ეს ტრაგიკულია რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფოს მოქმედება რომ ყველა მცდელობის შემდეგ არ შეიძლება გადამეტება იყო, მაგრამ ამის გამოყოფა, ამ გადამეტების გამოყოფა ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო მომენტად არ ადეკვატურად საერთოდ არ მიჩნია. ყველაზე მაგარი ხალი ვინ არის, ვინც ცხოვრებაში შეგხვედრია? ამ ტელევიზიაში ესეთი რაღაც ზღვარი პროვოკაციას უნდა გქონდეს. არ უპასუხოთ მაგ კითხვაზე. უპასუხოთ ტოვე? დიახ. აი ოთო ჟორჟოლიანი გეკითხება წინა ანუ ხელისუფლებაში რო იყავი ჭადრაკის რომელი ფიგურა იყავიო? ოთო ჟორჟოლიანი მეკითხება მაგას? კი. წინა კითხვასავით პროვოკაციული არ არის ეს კითხვა, მაგრამ ბევრად უფრო არასაინტერესო კითხვა არის. და მაგასაც უკუპეტო რომ დავტოვებ, ოღონდ არა იმ მიზეზის გამო, რის გამო წინა დავტოვებ უკუპეტო. აი ქართველი ქალები უკეთესად რატო თამაშობენ ჭადრაკს? ვიდრე კაცები? მაგაზე რაღაც ისტორიული თეორიებიც არსებობს, რომ მზითებში ატანდნენ და ტრადიცია იყო და ამან გამოიწვია. ეს ყველაფერი სხვა რაიმე სპეციფიური არგუმენტია, რომელიც აქ შეიძლება პირველი ფიგურის როლი იყო ძალიან დიდი ნონა გაფრინდაშვილის, იმიტომ რომ ინდივიდები ქმნიან ხოლმე კლიმატს ისტორიაში და ის ტრიუმფი და წარმატება, მე რაღაც დაგონება ხოლმე. მაგრამ აქაც მე ექსპერტი არ ვარ, ეს ორივე არგუმენტი ჩემი ნაფიქრი არ არის. მსმენია, მაგრამ მე ჩვენება რომ ორივე ისეთია. დამაჯერებელი. და ხო, პედაგოგი იყო, რაც ასე ჩემი ოჯახიდან ვიცი და ჩემისგან ვიცი, ქარსელაძე, რომელიც იყო ნონა საღზდელი და დედაჩემისაც, რამდენად ვიცი ასე მე ვერ ვყვი, მაგრამ სანდო წყაროა საკმაოდ, ძალიან საკვანძო ფიგურა იყო ამ დასაწყისის შექმნისთვის და ნონასი მე დედაჩემის და ამანაც ალბათ ძალიან დიდი როლი ითამაშა შემდეგი ტრადიციისთვის.
ისე ცოლის ნათესავია შენთვის? სამწუხაროდ კი. აი ნინუცა გეკითხება ჩერგოლიაშვილი, რომელიც ცოლის და უფრო გიყვარსო. სიყვარულზე აბსოლუტურად გამგაცემაში, მაგრამ პრაქტიკული მოსაზრებებით ეს კონკრეტული ადამიანი, ვინც ეს კითხვა დამისვა, ყველაზე უფრო ხელსაყრელი იქნებოდა საოჯახოს. იმიტომ რომ ბევრი ისთვისება აქვს, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ხელსაყრელი არის. პოლიტიკაში რო არ წასულიყავი, ვინ იქნებოდი? ვიყავი, სანამ პოლიტიკაში წავიდოდი, ჟურნალისტი ვიყავი და მე ვიყავი აქტიურ სამოქალაქო ორგანიზაციაში და ჟურნალისტი იქნებოდი, ანუ მგონია რომ აქტიურ საზოგადოებრივად აქტიურ რაღაც აი შენი დროინდელი ჟურნალისტიკა და დღევანდელი განსხვავდება რამით? კი, რაღაცები განსხვავდება. ანუ რაღაც ისეთი კარდინალურად არა არჩევანი ბევრად უფრო ფართოა მაინც დღეს მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ დიდი აზრის იმისი რა მხელა პროგრესი განიცადა, ბევრად უფრო მეტი პროგრესი უნდა განიცადა ჟურნალისტიკას, კარგი იქნებოდა. მაგრამ არჩევანი ბევრად უფრო ფართო არის დღეს ვიდრე იყო. ანუ ეს არასაკმარისი წინსვლა არის, მაგრამ ყველა ვინც იტყვის რომ ეს ვანაერთ არის შეცდება, იმიტომ რომ გადახედოს მაშინ დროს ჯამში და მიხვდება რომ დღევანდელი დრო ჯობია ბევრად. მეგულისხმობ დღევანდელში პოლიტიკაში არ შევდივარ საერთოდ. ეხანდელი ხელისუფლების პირობებში იქნება ეს თუ 2 წლის წინ თუ ასე შემდეგ. სხვა საკითხია რომ იყო რაღაც მონაკვეთები, როცა მაგალითად ბეჭდვითი მედიაში ბევრი ისეთი ფიგურა იყო გამორჩეული, იმიტომ რომ მაშინ სივრცე აქტიური ადამიანებისთვის რაც შეიძლება წასულიყო რაღაც ღირებულებების იყო ნაკლები და მე ამ ტიპის ადამიანები ბევრი სხვა მიმართულებით გადანაწილდნენ. აი ესეთ მონაკვეთები ახსენდებოდა ხოლმე ზოგიერთებს, რომ აი ესეთი ავტორები წერდნენ 90-იან წლებში ამა თუ იმ გამოცემაში და ეხლა სად არის ეს? ეგ არ უნდა მოგვატყუოს ამან, იმიტომ რომ საერთო ჯამში მეტი თავისუფლება დღეს ბევრად ვიდრე იყო. დღესში არ გულისხმობ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტენდენციას მაქვს დიდი პრობლემები მოგდა ძალიან დიდი საფრთხეები და ძალიან საგანგაშო ნაბიჯები. მე ეპოქებს გულისხმობ ასე ვთქვათ რა მაშინდელს და ეხანდელს. შენი საყვარელი რეჟისორი ვინ არის? ჩემი საყვარელი რეჟისორი, რამოდენიმე არის ისეთი რო ვიცადო რომ გამოვყო. ბიუნუელი არის ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული ვისაც დავასახლებდი და ერთი ფილმია რომელიც დიდი ხნის წინ რატომღაც დიდი საბჭოთა მოახდინა blow up გადიდება ანტონიონზე თუ არ ვცდები მაგრამ ეს არის რაც უცებ გამახსენა ერთი დღის მერე რომ მკითხოს ვიღაცამ შეიძლება სხვა რამე გამახსენდეს და სხვა ვთქვა ესეთი მწერალი გამორჩეული ერთი საყვარელი არ მაქვს არც კერძი არ გაქვს რამე გამორჩეული რაც ყველაზე ძალიან გიყვარს არა მაგრამ ისეთი კერძი რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან მიყვარს არის ძალიან ტრივიალური შემწვარი კარტოფილი ერბოზე თუ ერბოზე კი მე კაცისთვის რა არის შენთვის ყველაზე შეუფერებელი საქციელი? ძალიან ტრაფარეტული პასუხი გამოდის, რაც პირველი მივიდე თავში. ლაჩრობა. არა შიში რაღაც, არამედ ასეთ ლაჩრობას უძვა. რისი გარკვევა გაინტერესებს ყველაზე ძალიან? დასაწყისში შენ ისეთ კითხვა დამისვი ღმერთი არსებობს თუ არა? არა ესეთი ერთი საკითხი რომელიც გარკვეულ ყველაზე უფრო მაინტერესებს. ეხლა რომ რაღაც შანსი მქონე ძალიან მაინტერესებს სად ვიქნებით 10 წლის შემდეგ ძალიან. ანუ როგორ წავა ყველაფერი. ჯერ მაგელობს და იმიტომ. მე ქართული ოცნების სახე ვინ არის შენთვის? აი ფსიქოანალიტიკოსი პირველ რიგში. თქო ის არის. რაციონალური მოძრაობის მოხდა. მაგრამ თუმცა შეიძლება ვწდები და როგორც ამ ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა ერთ-ერთი ისეთი მკაფიო სახე არის ჯაჭულიანი ჩვენი სასიკადულო მსახიობი. და ნაციონალური მოძრაობის სახე? აქ ბევრი სახეები ერთს ვერ გამოვხობთ. ანუ მრავალსახიანი პარტია გაქვს უფრო. კი. არა. ხო, მრავალსახიანი, თუმცა მეორე მხრივ ბევრად უფრო ერთიანი შეხედულებების ხალხია ვიდრე ქართულ ოცნების ამ კოალიციაში. მეორე მხრივ. და ბიზინა ივანიშვილმა მოგიგოთ არჩევნები თუ თქვენ წააგეთ უფრო საითი ხდება. ორივე. საერთოდ რას ფიქრობ ამ ადამიანზე? ამ ორიდან მაინც საით უფრო გადავიხრებოდი.
ალბათ მაინც გადავიხრებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც თვითგვემასად გამოდის. არა, ვერ ვიტყვი, ორივე ფაქტორი იყო, ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი. აი ამ ადამიანზე დიდი რესურსები, მატერიალური რესურსები განჩევს. მაგ ადამიანზე რას ვფიქრობ? კარგს არაფერს. ანუ არ ფიქრობ ის რომ ის ძალიან ჭკვიანია, თქვა. არა. რატო? უსმენ ხედავ მის შეხედულებებს ვისმენ, მის აზრებს ვისმენ, მის ნაბიჯებს ხედავ. და არ მომაჩნია ჭკვიან ადამიანს. რომელ ქართველ სწორად მინდა გავყანო. რაღაც თვისებები აშკარად აქვს, სხვანაირად იმ წარმატებებს ვერ მიაღწევდა, შრომის დისციპლინა თავის დროზე ყოველთვის ჰქონდა. რაღაც მიზანმიმართულობა რაღაც საკითხებში, როცა ერთიდები მოხდა. ეს შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ბევრად უფრო დიდი რაღაცა არის ჩემთვის. მithumetes როცა ლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც ქვეყნის მართვის რაღაცა დღესაც ამბიცია აქვს სხვა ფორმით. ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ შეძლებთ? იმედი მაქვს. დღევანდელი მდგომარეობიდან. იმედი მაქვს. რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ ის გუნდი, სადაც მე ვარ, ამ გარემოში საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა. არ საჭიროებს, თქვა, განახლებას. ხედვა. საით უნდა რომ ქვეყანა წავიდეს, წმენა იმ შეხედულების და ირეგულირების როგორც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება და ამის ნებაც. მე იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად მაგიტო იქნება შესაძლებელი. და განახლებას არ საჭიროებს. კი, რა თქმა უნდა, ყველა ნებისმიერ ეტაპზე საჭიროებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალ განახლებას. მიდის მუშაობა ამ ხრივ. ხო, ну თუ ეს ფრაზა შეიძლება რომ ვიხმაროთ, მუშაობა მიდის, თუმცა ესეთ რაღაცები უნდა მოხდეს, ბუნებრივად ამას ხელი არ უნდა შეუშალოს იმ ხალხმა, ვინც ამ თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში დიდი ხანი. ზედმეტად არ უნდა შეუშალოს ხელი, ინსტინქტი ყველას აქვს. ვინც ამ თუ პოლიტიკურ ძალაში არის რაღაც დროის განმავლობაში დიდი ხანი, რომ თავის პოზიციები არ დათმოს ხო, ზოგჯერ შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ ჯამში ზედმეტად ხელი არ უნდა შეუშალოს, ეს აუცილებელია და ეს ეხლა მე რამდენად შემიძლია რომ ხდება კიდევაც ამ სულმოძრაობაში. რომელ ქართველ პოლიტიკოს შეწირავდი ფეხბურთის ღმერთს, რომ არგენტინამ მოუგოს ბრაზილიას ფინალს? ძალიან ბევრს. შეიძლება გიკითხა, რომელს არ შევწირავდი. რომელს არ შეწირავდი? საკუთარ თავს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. ასე.